თბილისის საკრებულო მერიას უკან გადაუგზავნა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკუთარი შენიშვნებით. დოკუმენტზე მუშაობისას პროექტისადმი შენიშვნა თითქმის ყველა ფრაქციამ გამოთქვა. დედაქალაქის მერია ვალდებულია, რომ შენიშვნების გათვალისწინებით შედგენილი ახალი ვარიანტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე გადმოუგზავნოს. პირველად თბილისის ისტორიაში ფაქტობრივად შემოვიდა პროგრამული ბიუჯეტი, ჩაშლილი ბიუჯეტი, თვითონ საკუთრივ ბიუჯეტთან ერთვის ორი დანართი, ეს არის ყველა იმ პროგრამის და ქვეპროგრამის დეტალური ხარჯაღრიცხვები, თითოეული თანხის მიზნობრიობა, ამ მოცულობის ბიუჯეტი, თითქმის 800 მილიონიანი ბიუჯეტი ქალაქს არ ქონია. გადაწყვეტილია, რომ ეს შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ დავიწყოთ ბიუჯეტის განხილვა. თავად რესპუბლიკელების ფრაქციას ჰქონდათ ზოგადი ხასიათის შენიშვნები. ჩვენ გვინდოდა უფრო დაგვეზუსტებინა ქონების გადასახადიდან შემოსულობები, რადგან აქამდე პრივატიზაცია არ მომხდარა არც ერთი ობიექტის, საიდან იყო განსაზღვრული ეს თანხები, ეს იყო ჩვენი შეკითხვა. ჩვენი შენიშვნები არის ძირითადად შემოთავაზებები არის ძირითადად სამი მიმართულებით. პირველი ეს არის სოციალური მიმართულება. ამ მიმართულებით ჩვენი შეთავაზებაა, რომ გზავრობა გახდეს უფასო სოციალურად დაუცველებისთვის, მასწავლებლებისთვის, პენსიონერებისთვის და სტუდენტებისთვის. მეორე შეთავაზება არის ბაღების ვაუჩერიზაცია. მესამე ეს არის პენსიის ზრდა დედაქალაქში 10 ლარით.